გვარი დაუსახელა? მე შემიძლია გითხრათ ძალიან ბევრ საკითხებზე იყო საუბარი. ეხლა იქიდან გამომდინარე, რომ ეხლა მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, მე გარკვეულწილად შემიძლია თავი შევიკავო და იმ გვარებზე უკვე სასამართლო პროცესზე იქნება საუბარი. ძალიან ბევრი გვარები, ძალიან ბევრი ფაქტობრივი გარემოებები და ძალიან ბევრ საკითხებზე ქონდა პროკურატურასთან საუბარი მამა გიორგის. თქვენ მოგეხსენებათ, ორი დაკითხვა მიმდინარეობდა და აბსოლუტურად რაც პირდაპირ საქმესთან იყო მიმართებით და მიმდინარეობდა, მიუხედავად ამისა, პროკურატურა ისეთ კითხვებს სვავდნენ და მე გამოდიოდნენ და იძახოდნენ, რომ თითქოს და გარკვეულ კრიტიკულ შეკითხვებს და კითხვებს თავს არიდებს, რომ ეს არ იყო ესე. ის კითხვები აბსოლუტურად არანაირ შემხებლობაში არ იყო საქმესთან და პირიქით მამა გიორგი დეტალურად ყვებოდა თუ საიდან რის გამო შეიძლებოდა ეს ყველაფერი მომხდარიყო და კიდევ ერთი კითხვა და თუ შეიძლება დაგისვამთ ამ კითხვას და ეს იქნება დღეს ჩემი ბოლო კითხვა თქვენს მიმართ. ანუ თქვენ ბრძანეთ, რომ ყველა სახელი და გვარი დასახელდება დეკანოზის მხრიდან, ვის ჩართულობაზეც მას აქვს ინფორმაცია ამ ციანიდის სკანდალში. ანუ ერთი მოვისმინეთ მის მიერ გამოგზავნილი წერილიდან სუსის უფროსის მოადგილის სახელი და გვარი. ველოდოთ, რომ კიდევ ასეთი ცნობილი სახელები და გვარები დასახელდება, როგორც ამ საქმის თანამონაწილეების მაღალ ჩინოსნები. დიახ. ძალიან სერიოზულია ეს განცხადება. რამდენად მაღალი რანგის ჩინოვნიკების დასახელებას უნდა ველოდოთ? ნუ ახლა რანგი შეაფასოს თვითონ ადამიანებმა და საზოგადოებამ. რანგი ჩემთვის ფასდება, ვინ როგორ ანხორციელებს თავის საქმიანობას და ვინ რამდენად პირნათლად არა, მე გეტყვით რატო ვაკეთებ ამ რანგზე აქცენტს. რამდენადაც მაღალია რანგი, რამდენადაც